გამაგებინე, ჰა? არა, მიპასუხე რას ჩაღუნე თავი. გავგიჟდები რა ხალხო, როგორი ფიქრეთ ჩემზე რომ მე ქორწინებამდე ვიქნებოდი ფეხმძიმედ. პრებედინა შთამომავალი. რა ვიცი თამარ, აბა რა გითხრათ, რა ვიცი. არა, აბა რა იცი? მე კარგი ვთქვი, სანდრო ვარ. შენ შენ რა სამყევი პროფესორო? შენ დაჯექი რა, მე მივხედავ ჩემ თავს. გამაგებინე ლაშა გავგიჟდი როგორი ფიქრე ჩემზე რომ მე ვიღარ სიმპათიურ მაღალ ბეჭებში გაშლილ და აი ჯიპი რო ყავს და კარგი სამსახური. არა როგორი ფიქრე გამაგებინე როგორი ფიქრეთ? თამარ რა ვქნათ რა ჩვენი ბრალია ყველა სამხილი ისე მიეწყო რომ თავარი ეჭვიტვანილი შენ გამოდიოდი რა ვქნა მითხარ? სამხილი მიეწყო. რას ამბობთ, მისტერ ჰოლმს? თამარი თუ არ არის, აბა მაშინ ვინ უნდა იყოს, ა? მე მაქვს იდეა. ყველა შესაძლო კანდიდატი განვიხილოთ, მივყვეთ გამორიცხვის მეთოდით და გავიგებთ ვინც არის. ჰა? მართალი ხარ. თამარი და ქეთევანი გამოირიცხა. მარიკაც გამოირიცხა. მე ლაშა და ირაკლი გამოირიცხა. დაჯექი რა შენ, დაჯექი. გამორიცხვის მეთოდიო და. მოდი იცი რა ვქნათ? დავაკვირდეთ მუცლის ზომას, ვისაც გაეზრდება, ესე იგი ის არის ფეხმძიმედ. ეგრე ახლა ვაჟბატონო ყველაზე დიდი ეჭვი შენზე მაქვს. რაიმე, ნახეთ შეხედეთ რა ვიპოვე სადარბაზოში ქვითარი. მოდი ამოისუნთქე. აფთიაქში ნაყიდი ტესტის ქვითარი. რაიმე. დაჯექი ქეთევანი, დაჯექი. ამოისუნთქე. ჯდები. ჩემი ჯდები. სანდრო მადლობა. მომეცია. რა? ვიღაცამ ეს ტესტი იყიდა ჩვენ აფთიაქში ქვემოთ? ხო. და ეს იპოვე შენ? ხო. ვა, ქეთევან, შენ ხო არ იცი როგორ დაეხმარე გამოძიებას. რა თვალი გაქვს რა, რა თვალი. ვინ უნდა იყოს, ა? ეხლა ეს აქ სალაპარაკო არ არის, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, თქვენ როგორ გაჯობათ ვგიჟდები რა. მე ვიცი რაც უნდა ვქნათ რა. უნდა ჩავიდეთ ჩვენთან ქვემოთ აფთიაქში, აქ რიცხვიც წერია, ფასიც წერია, ყველაფერი წერია. და უნდა ვკითხოთ, ვინ იყიდა ეს ტესტი, ცირა არ გვეტყვის? რაღა დროს ცირა, ის გაუშვეს და ახალი გამყიდველი მოიყვანეს. თამარ, რა მნიშვნელობა აქვს? აფთიაქი ხო იგივეა. ხო და იმ აფთიაქშია ნაყიდი ეს ჩასვლა უნდა იქ და გაგება ამას ყველაფერს. ქეთევანი დაღლილია, ვერ ჩავა. თავისთავად. ნუ ახლა ლაშა, კაცია და უხერხულია. მეც. იჯექი სანდრო. წავალ მარტო და გავარკვევ თქვენ ხელშემიშლით მაინც. თამარ. რა. რემბო ხარ რა. რემბო. აკაკანდა. ოჩახ სანდრო შეგიძლია ადგე. დეჯექი. რა
ხდება ანანა შენს გადაცემაზე? მოეწონა ტელევიზიის ხელმძღვანელობას. აი მე თიკა, იცი, აი ეს პირდაპირ არ უთქვას არავის, მაგრამ აი გავიგე რომ მოეწონათ. საიდან გაიგე? აი მე საიდან გავიგე და ბუფეტში ხო შევედით, რაღაცები ავიღე და სალაროსთან რომ მივედი სანდრო, მოლარემ გამიღიმა. და აი მანდ უკვე ცოტათი მივხვდი. და მე აი ეს პურის აი ეს ბოლონაჭერი როა ესეთი ხო იცი, აი მაშინ ფული აღარ გამომართა და აი მანდ უკვე დავარწმუნდი რა. ესე ტელევიზიაში დაიწყებ ხო მუშაობა? კარგია. ვაი, მე შენს გინდა თიკა. აუ, ვაი მე თიკა, ეხა დილის გადაცემისთვის ჩვენთან ეძებენ ამინდის პროგნოზის წამყვანს. და რო სადუშე? არა, ნანო, მე არ მინდა. მართლა არ მინდა. რატო? დილით გაგვიძება გეზარება ხო? არა, ეგ რა შოშია, მე მაინც 6 საათზე ვიღვიძებ. ლაშიკო რო გაიგვიძებს ხოლმე და შევარდება ღლონტების სამზარეულოში. ამოვებს ჭურჭელს და მე ვიძება. დაბარატო არ გინდა. არ მინდა, რა ვიცი, პოპულარობა არ მინდა. აა ხო. ბოდიში რა ვიცი. და სანდრო შენ? მე მინდა. მართლა? ხო, თან კამერასთან გამოცდილება მაქვს და. აი, რა სანდრო, რა ესეთი მაგარი როლები გაქვს ნათამაშები. ლამის მეფე ითამაშე და ეხა ამინდის პროგნოზის წამყვანობა რა არის შენ? აი, ხა ეგრე რატო ამბობ თიკა? ხა მე მაგალითად იცი როგორ მიყვარს ამინდის პროგნოზის ხურება? ხო, აუ, აი ევრონიუსზე თბილისის ამინდი რო ჩასვეს, აი სიხარულისგან მთელი დღე ვტიროდი. კარგი ადმი. ბოდიში სანდრო, შენ თუ გინდა და შენი სურვილი თუ ასეთი დიდია, შეგიძლია წახვიდე. სად უნდა მოვიდე რომ პროგნოზი წავიყვანო? არა, ჯერ კასტინგი უნდა გაიარა სანდრო. აუ, იცი კომისიაში მეც ვარ. აუ, ხა ნუ მე კი ყველანაირად მხარს დაგიჭერ სანდრო, მაგრამ აი რაღაცა უნდა აუ მოვიფიქრე. აუ თიკა, მოდი შენ შემოდი ამასთან ერთად კასტინგზე და თუ სანდროზე უარესი პასუხის გაცემას მოახერხებ, მაშინ ხო ამისი რეიტინგი აიწევს, შანსები მოიმატებს ამისი. მართალია, წამოდი შენ და მასხლა, შენც რა ქენი, შენ ცოტა მომეხმარე, ისეთი კითხვები დამისვი რომ პასუხი ვიცოდე. ხო კი, აბარა, ეგეთ კითხვებს დაგისვა რომ პასუხი იცოდე. ნუ აი მაგალითად აი მე რა დაგიშვა სანდრო? ნუ სად სწავლობდი? ხო, აი მაგ კითხვას დაგისვა სანდრო. თან ხმა კარგი მაქვს. რა უნდა ხმაგის გამოცხადებას? დღეს საქართველოში 24 ცელსიუსია. გრადუსი სანდრო. 24 გრადუსი. ცელსიუსიც. 24 გრადუსი და 24 ცელსიუსი. არა, მეც უნდა წამოვიდე აუცილებლად, იქნებ რამენაირად სანდროზე უარესი პასუხები გავცე. თუ ამას არ აიყვანებს. კაი, წავალ, მე ხადა საქმეს მივხედავ. მეც წავალ მაშინ და 5 საათი გელოდებით, იცოდეთ არ დაიგვიანოთ. რაო სანდრო, რა ხდება? რა უნდა? ხო მაგარი იქნება მე რო ამინდის პროგნოზი წავიყვანო. სულ კარგ ამინდებს გამოვაცხადებ ხოლმე. სანდრო, შენ რომ ტელევიზორში დაგინახო, ჩემთვის სულ მზე იქნება. ეს საომე, ხომ მომეხმარები ამინდების მოფიქრებაში? კი, აბარა. იცი? კი, როგორ არა, მე ყველაფერი ვიცი, სანდრო. ყველაფერი იცი? იცოდე, ის იცი რომ ვიღაც ფეხმძიმედა? რა? ხო, ერთ-ერთი ჩემი მეგობართაგანი. დარწმუნებული ხარ? როგორ ტესტი ვნახე? შენებმა იციან უკვე? არა, არავინ არაფერი არ იცის და შენც არავის არ უთხრა. მე წავედი ახლა. კარგი. აი ესეც უცოდი. ჩემი სანდრო ვიღაცამ შეაცდინა. გავწეწავ. ხო და მოგლეთ აი ესეთი ამბავია ლაშა რა და მე ვერ გავიგე რა ვქნა როგორ მოვიცემ რაღაც რას ფიქრობ ნეტა თამარი გაარკვევს რამეს რა კარგი რაკეთება რა შენ მაინც არ იცოდე შენ და ახლა რომ ამოვიდეს ეგ აფთიაქიდან და ინფორმაციასთან ერთად ვიდეო ჩანაწერებიც ამოიტანოს არ უნდა გაგვიკვირდეს ისე სად არის დათო რა რა თუნდა ამდენი ხანი ლუდის ამოტანას მაგასაც გეტყვი ალბათ ახლა ევაჭრება გამყიდველს რომ ხურდა მეტი დარჩეს
ისე დათუნას არ უნდა უთხრათ ფერმძიმობის ამბავი, არა, მე ვფიქრობ, რომ არა, ქეთევან. რატო და ხო შეიძლება რომ ანანო იყოს ფერმძიმეთ. ხო და რა ვიცი, არ ეწყინოს, არ ინერვიულს. და მოიცა დათოს ანანო ხო აღარ უყვარს. რა ვიცი, ესე ამბობს და მე რა ვიცი. მაგისას რას გაიგებ, ქეთევან? ეგ ამბობდა ჩემ სტაფილოსფერ პერანგზეს, რომ რამ გაყიდინა ეს პერანგიო, რას გავსო, რა საშინელი პერანგიაო და რო ვაჩუქე, სიხარულისგან წრებლები წამოვიდა. ძალიან კარგი. დათუნა. აი, დათუც მოვიდა. სადა ხარ დათუამდე ხა? რა ჯიუტი გამყიდველი იყო რა. ირაკლი, გასახსნელი სად გარ? კარგი რა ლაშა, რა გინდა გასახსნელი, ხელით გახსენი, ვაშკაცი არა ხარ. მაგრათა მოჭერილი თუ რა ჭირს? მომეცი აქ, მომეცი. ხო. სადადებს ხოლმე ეს მარიკა ამ გასახსნელს რა. ირაკლი, რა თქინდა გასახსნელი, ხელით გახსენი, ვაშკაცი არა ხარ? მომეცი, ირაკლი, მომეცი. მართალია რა თამარი, ორივე ჰობიო ხართ რა. ქეთევან, მე თითი მტკივა თორე ამის გახსნას რა უნდა. რა უნდა და ძალა? შენ თუ ასეთი ძლიერი ხარ, იმიტომ იყო ხელის ერთი მოსვით რო წააცალე ბოთსთავი. მე მეორე თითი მტკივა და იმიტომ ვერ გავხსენი თორე. შენზე ძლიერირობა რა თუნდა ეხა ამას ლაპარაკი. კაი, გაკეთება. გაგაცინა ხო? არა, რა არის ეგეთება? შეიძლება ახლა შენი ლაშიკო მართლაც ზეუნებრივი ძალის პატრონია, მაგრამ ჩემზე მაგარი ნახდათ ვერ იქნება. ნე. რატომ ის? ადაკი მოდი ვიჭიდაო და გავიგებთ ვინ უფრო ძლიერი. კი ბატონო, რაც გინდა, აიკიდო, ძუდო, კეჩი, კლასიკური, რაც მოდი. დაჯექი, ირაკლი, დაჯექი, ნუ მიყურებ, დაჯექი. მიდი დაჯექი. მომიდომეს აქ ჭიდაო, რა უნდა იჭიდაოთ ერთი გამაგებინეთ, არიცით წინა კორპუსი რო ავარიულია, რო დაეცეთ კორპუსი, ან რო ჩამოიგრეს, ან რო ჩამოიშალოს, არ გიფიქრიათ ამაზე. არა, ქეთევა. რომ მეუბნება შენზე მაგარი ვარ. აი ძალიან მაინტერესებს. აი რაშია ჩემზე მაგარი? რაში? ცოლების მოყვანა არ ითვლება. მაშინ მე თამარს ვუმკლავდები. მე მან კუნთები არაფერ შუაშია. ნერვები კი ბატონო. კარგი რა ირაკლი, შენ რომ მაგარი იყო. დათოს გაუშვებდი ამ სახლიდან. ბაბა. ახლა პირადულში ნუ ჩავერევით. დათუნა მომეცი, გაგიხსნა ბოთლი, მომეცი. არა, მაგում კეთო. ადვილად ხსნება. კაპანდა ეგ არის რა. დათუჭა. მოდი, დათუჭა, შენ ჭკვიანი კაცი ხარ. მან? ხო და ძალიან გთხოვ გითხარი, ჩვენ ორ შორის რომელი უფრო ძლიერია და მაგარია, ლაშიკო თუ მე? ანუ ჩაკ ნორისი თუ ბრუსლი? რა არის იცი? დათო, აი ეს ლუდი რო მოიტანე მაღაზიიდან 5 ლარი. რა თქმა უნდა შენ ირაკლი. უყურე რა. ამას დათუ და ლაპარაკი. ისე ხა რას უხდებოდი ისე და ჩენზე ვიტყოდი ირაკლი. ერთი ვითომ რატო არის ირაკლი ჩემ ლაშიკოზე ძლიერი? აი რატო? აი რა არის? კეთო. ხო. დამიდეყური. ხო. სად რიგითი სტომატოლოგი და სად მთავარ ექიმ? კარგი რა კეთება. ამათ ნუ აყვები ეგონოთ. ეგონოთ?
მოდი ხელი გადავწიოთ. ერთი წუთით ირაკლიცით რა ჩვენ ქუჩის პირობებში არ ვიბრძვით. აი მოვემზადოთ ყველა და დღეს საღამოს აი აქ 8 საათზე შევიკრიბოთ და მაგარი ბრძოლა გავმართოთ. წავედით ლაშიკო, წამოდი მოვემზადოთ. კარგი. წამოდი. აი როცა გინდა დიახ, და სადაც გინდა. კი ბატონო. კეთო. ბატონო. მოიცა რამე ხარ რამე აზარტი ხარ მიჩეთ ხა მაინც 50 ლარი ლაშა შენი ირაკლი ჩემი პრეზე მიყრებით დღეს საღამოს შევხვდებით. კარგი ნახვამდის I'll be back. ვალიდოლი მომეცით და ომეპრაზოლი. და კალცი თუ შეიძლება, იოდი. იოდი, კალცი. მიმესილის მივაკეთე. და კიდევ ერითრომიცინი, ბრომჰექსინი და ვარალგინი თუ შეიძლება. ვაიმე, თავი მეტკინა რა, მეტკივილ გამაყოჩებელი მომეცით რა. რამდენი მოგართვათ? 27 ლარი. დამღალა. გამარჯობა. თქვენ ახალი ხართ, ხო? დიახ, გამარჯობა, რა გნებავთ? ხო, ეხლა რა არის? მე ვარ ესეთი გიგანტური სააგენტოს დამფუძნებელი. ხო, არ მინდა ხალხში რეკლამა გამომივიდეს. სახელს არ ვიტყვი. იცით რა მაინტერესებს? იქნებ გაიხსენოთ ერთი კვირის წინ თქვენთან ფეხმძიმობის ტესტი ვინ შეიძინა? ფეხმძიმობის ტესტი. დიახ. იმ დღეს კი იყო ერთი შემოსული, მაგრამ ზუსტად ვერ ვიხსენებ სახეზე, თით ბევრი შემოდის და აჰა. გოგონი. ერთი წუთით. თქვენ იქნებ გაიხსენოთ და მე გეტყვით ამ კორპუსში ვის რა ჭირს, ვის რა წამალი ჭირდება და ვის რამდენი ვაშლი აქვს ზღარბი ბარათზე. აი მართლა არ მახსოვს. არა, და იცით რა არის, მე შეგაწყვეტ, მაგრამ ნუ ესეთი ის არის რა, რომ იქნებ აი ფოტოებით გაიხსენოთ რამენაირად. იცით რა? აი აბა დააკვირდით. თან რომ შემოვიდა ლაპარაკი ხომ არ დაუწყია ბუნებაზე. იადონები ძალიან საყვარლები არიანო, გავუფრთხილდეთ ვეშაპებსო, ლეოპარდი მყავს სახლშიო. არა, ეგეთი არაფერი არ უთქვამს. აჰა, ესე იგი, ანანო გამოირიცხა. და აი აბა ამას დააკვირდით, აი ნახე როგორ იცინის, ნახეთ. აი და ხომ არ უკითხავს, რომ თქვენთან რაიმე ვაკანსია ხომ არ არისო? არა, არც ეგ არ უკითხავს. აჰა, ესეც გამოირიცხა, თიკა. და აბა აი ამორს დააკვირდით. აი ამას აბა, აი ამას. ან ამას. ჰა? იცით, ზუსტად ვერ ვიხსენებ, მაგრამ მგონი არც ესენი არ ყოფილან. არა. აჰა, გასაგებია. ვაიმე, გოგონი, იცით რა მაინტერესებს? ახლა ამას საერთო არაფერი აქვს ამ საქმესთან, ეს უბრალოდ ისე მაინტერესებს. აი იგივე ამ ფეხმძიმობის ტესტზე ხომ არ შემოსულა გოგო აი რაღაცნაირი წერვა და ვიღაცას რო ლანძღავდა. ლიკა ტალახაძეზე მეკითხები? არა, არც ეგ არ ყოფილა. აჰა, კარგით, მაშინ იცით რა, მე თქვენ დაგიტოვებთ ჩემს სავიზიტო ბარათს და იქნებ გაიხსენოთ და დამირეკოთ, ხო? კარგით. კარგით. ხო, კარგი. ერთი წუთით. იცით რა გამახსენდა? დიახ. დიდი საათი ეკეთა, წითელი სამაჯური ქონდა და დიდი ციფერბლატი. ესეთი იყო? არა, უკეთესი. აჰა. მარიკა.
მარიკა, რაღაცაზე უნდა დაგელაპარაკო. ხო ირაკლი, ոնც სწრაფად, ხო იცი მეჩქარება. დედას უნდა შევხვდე და მარინა დეიდასთან უნდა მივიდეთ. მარიკა, მართლა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, თან საიდუმლოა, მარიკა. კარგი ირაკლი რა. როდის იყო ახლა მე საიდუმლო გამიმხელია? ჩამოთვალო. კარგი ახლა ყველა საიდუმლოს არ შეიძლება საიდუმლო დაერქვას. აი მაგალითად, ის ხომ არავისთვის მithქვამს ერთხელ დედაჩემმა ხელი რომ გადაგიწია. მარიკა, მე გადავაწევინე. ხო, აი ხომ გითხარი შემიძლია მეთქი საიდუმლო შენახვა. გითხარი აბა რა. რაო და სოფელში რო ვიყავით, ახალდაბაში. ხო. სანდრომ შემთხვევითი ირა. ნახე. როგორია? წავა. ეს ფსიქოლოგიურად უნდა მოგამზადო გამარჯვებისთვის, ირა. ის აუცილებლად უნდა დაიბიწყო შალვონამ ხელი რო გადაგიწია. მარიკა, მე მეჩქარება მეთქი ხო გითხარია რა, წავედი. არაფერსაც არ ვეტყვი. რა უნდა ვთქვა, მე მითხარი და მე მითხარი. არ შენ გეტყვი. რა არის ეს? მოვემზადოთ კარგად თუ და პლაკატი გვაქვს მარტო მეტი არაფერი არ გვაქვს? არა. აი ეს. ეს რა არის? დაიხურე. ეს, ხო, ეს რა არის, იცი? აი, თუ მიხვდები რომ აგებ, ხო, ეს შემოიბრუნე აი ესე. რა პირობებში მიწევს რა ვარჯიში რა. კარგი და რა. ნუ სამაგეროდ ჩვენ უფრო დიდი პლუსი გვაქვს. რა პლუსი? რა პლუსი და საკუთარ მოედანზე გვიწევს ორთაბრძოლა. დათო, რაღაც არ მგონია რომ ისინი სტუმრად გზნობდნენ თავს ამ სახლში. ირა, რა ვიფიქრე, იცი? სანამ ეს ორთაბრძოლა დაიწყება, ხო? შენ რო თქვა რომ ვითომ სიცხე გაქვს და სუსტად გზნობ თავს, რა იცი, რა ხდება? დათო, ეს არის სტრატეგია მაქვსო, ტაქტიკა შევიმუშავეო, ეს არის? არა. ეს არის ერთგვარი თეორიული კურსი ესეთი. გასაგებია? ეხლა ვიწყებთ ვარჯიშს. რა ვარჯიშს? ნუ მიკამათები. მოდი აქ. სად? რა? მუჩნის პრესი 25 წავიდა. მიდი კამათი შეწყდა. მოდი დაწექი. 25. აი ესე დაწექი. აბა, წავიდა. მე წავალ წამძობს მოვიდა შენ გაგზელე. 3 4 მე შეგონებ მე თავს იტყვები რა თავს ეს წალი კუნთი დამეჭიმა არ მაინტერესებს აი აქ ესე ადექი სად ადექი რატო ადექი იმიტომ უნდა გავართულოთ ხა ვარჯიში მართლა წამოხდა ბიჭი მოდი ეხლა რა ხდება შენი ოთახიდან შევიდე არა შენი ოთახიდან ჩემს ოთახამდე სპორტული სიარულით გასაგებია რა სპორტული სიარული შეწმე კამათი ვიწყებთ ვარჯიშს მოემზადე მოემზადე ვი
ვარგა. ძალიან ნელი იყო. უნდა გავართულოთ ეხლა ჩვენ. რა უნდა გავართულოთ? უნდა გავართულოთ ესე იგი რა ვშვებით ეხლა ნომიკამათები. შედიხარ შენს ოთახში, იღებ რამე ნივთს, ჯეჯობით მძიმეს არა. აი მაისურს, აი სწორედ მაისური მე რომ მომწონს, იღებ იმას და სპორტული სიარულით შეგაქვს შენს ოთახში. გასაგებია? მოემზადე? ისე შევიდა. მოემზადე. მიდი ირაკლი შეიძლება მას. მე მჯერა შენი. დავიდა. აღარ მოვიდა ეს 8 საათი რომ დავისვენო რა. აი რა, ხო დაისვენე ეხლა. ცოტა ხანი დაისვენე. მე შევდივარ ჩემთან ოთახში. შენ ოთახში რა მინდა? იქ ზბორები გვექნება. აი რა დათო რა. ირა. რა ვიფიქრე ხა იცი? აი ხა 100 ლარი რო დავდო ლაშას მოგიბასე. და შენ ეხლა თავი არ მოიკვლა და წააგო, ვითომ წააგე. რა? აჰა, გამორიცხულია. რატო? გამარჯვება პრინციპის ამბავია. ხოჭა ირაკლი. აი ეს მითოდა რომ გამიგო შენგან მე. აი ეს უნდა და ჩემყურებს რო გაიგო. ეხლა შევიდა ჩემს ოთახში ზბორებზე. დავიდა. ყვება გვექნება? სამჯერადი. ალო, სანდრო, გამარჯობა. დათო არ ალექსიზე მიცანი ყოჩა. რაზე გირეკავ ეხლა? ლაშა მოერევა თუ ირაკლი შენი აზრით? გინდა დაგინიზლო ლაშა მოერევა? ხო, 50 ლარზე. კარგი, მალო. ესეც დავაზღვია. კეთევან შემოდი, რასაკეთებ? მაცადე რა, მომასმენინე მოწინააღმდეგის ტაქტიკა. კეთევან არ შეიძლება, ეგ არასპორტული საქციელია. აბა ის იყო სპორტული საქციელი გამაგებინი, აი ის იყო, აი ეს რა ვიცი, რამდენჯერ იყო, ერთხელ იყო, ორჯერ, სამჯერ, 4ჯერ, 5ჯერ, 6ჯერ, 7ჯერ, 8ჯერ, 9ჯერ. გამაჩერე ვაჟიკო მიხვდი ახლა. დაწყნარ. მე კი დავწყნარდები, მაგრამ შენ ადექი და ჯობია შეხვიდე ოთახში და პრესის ვარჯიშები გააკეთო. მიდი, ჰე, გელოდები. ხო გავაკეთე. ლაშიკო, ორჯერ არ არის გაიგერა საკმარისი. 4-მდე მაინც უნდა ავიდეთ. მიდი, გელოდები. აბა, ჰე, გიყურე. კარგი რა კეთევან რა. ირაკლის ისედაც გადაუწევ ხელს. ვაიმე ლაშიკო, შენ თამარზეც ესე ამბობდი, მაგრამ თამარმა გადაგიწია ხო გახსოვს. მიდი, ეხლა აბა გიყურეთ, მიდი. აბა, ჰე. თამარმა არ მიდოდა და იმიტომ გადამიწია თამარმა თორე. მერე? არ მინდა ეს პრესის ვარჯიშები, რამე სხვა მოიფიქრე. მაცადე. მოდი, აი ეს გამომართვი და ამით ივარჯიშე. მიდი, აი ეს აწიე. მიდი, ატმის კომპოტია. მიდი და ამით ივარჯიშე. აბა, მიდი გიყურე. ამით როგორ ვივარჯიშო? როგორ? შემოვხედე ლაშიკო? ესე იგი, აიღე აწიე, ჩამოიღე დადე. აიღე აწიე, ჩამოიღე დადე. აიღე აწიე, ჩამოიღე დადე. აჰა, მე გავაკეთე და შევერ გააკეთებ ლაშიკო. მიდი. აბა, ყოჩა. 1 2 კარგია. 3 აჰა. 4 5 აი, მე როგორ ვარჯიშობს ჩემი ბამბის ქულა, ჩემი პუმპუ. აი, მე ლაშიკო გეხვეწები და არ მინდა რომ იმ სუქანმა მოგიგოს. კარგი რა კეთევან, რა ლაპარაკია ხა? ეგრე ხომ მეც სუქანი ვარ. შენ გიხდება. ისე ირაკლიმ რომ მომიგოს, მომკლავს თამარი. იმის ყბიდან რა ამოვა? წაგებაზე არც იფიქრო ლაშიკო. მოიცადე ერთი წუთი. მე ხლა შენ მოგცემ თამარის თილისმას. თამარი რასაც გთხოვს, ყველაფერს უსრულებს და ყველაფერში ეხმარება. აი, შეხედე. კეთევან, ეხა ეს რო ყველაფერს უსრულებს, ამდენი ხანი გასათხოვარი ხო არ იქნებოდა? მაგაზე მეც მიფიქრია.
მოკლედ თქვენი ნომერი ვიცით, თუ დაგჭირდებით, თუ გადავწყვიტავთ თქვენთან მუშაობას, აუცილებლად გაგაკებინებთ, დაგირეკავთ. კარგად ბრძანდებოდეთ. კარგად. შემდეგი. ой გამარჯობა თქვენ ერთად ხართ? დიახ ჩვენ მეგობრები ვართ და გადავწყვიტეთ ერთად შემოსულიყავით მიქნებ რომელიმეს გაგვიმართლეს მეგობრები რა კარგია კარგი. დაბრძანეთ. ხო. ესე იგი ვანო, პროდიუსერი, ანანო, კომისიის წევრი. სასიამოვნოა, გამარჯობა. დღეს ხო გნახეთ უკვე. დაბრძანეთ? მე მითხრა, დღეს ხო გნახე. გაიხობრა. კარგად დაიწყეს რა? ხო. ეხლა თქვენ გაგვეცანით? სანდრო მახარაძე ლონდონში ვსწავლობდი. თიკა ტექნიკურ უნივერსიტეტში ვსწავლობდი. ბიჭი ჯობია. ეხლა ჩვენ თქვენთან რამდენიმე ისეთი ზოგადი კითხვა გვექნება, ხო? რომელ არხს უყურებთ ყველაზე ხშირად? Cartoon Networks. მე ვუყურებ ზონა რომანტიკას. კონგითხარით ბიჭი ჯობია თქო. კარგი. და მუსიკას როგორ სუსმენთ? მე ძირითადად ერთი თუთით სანდრო, ჯერ თიკას ვაცადოთ. არგით. მე ვუსმენ შანსონებს. მე უსმენ, აი, ისეთ ამინდის პროგნოზის მიმდინარეობა. აი, პამ 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 პარამ პარამ. დედაჩემი მაძინებდა ხოლმე ბავშვობაში. ცოტა ხო? რაღაც ცოტა. სანდრო, წარმოშობით საიდან ხარ? სამხრეთ დასავლეთ საქართველოდან. თქვენ თიკა? მე ვარ ჩრდილო სამხრეთიდან. აი თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს დილის გადაცემა? ლაღი. ლაღი. სუფთა. ძალიან კარგია. და ისეთი დინამიტური. ერთი ცოტა, ანანო, უკაც მაპატიან. როგორი? დინამიტური. რა? თიკა, თქვენი აზრით როგორი უნდა იყოს დილის გადაცემა? ჩემი აზრით თქვი რაღაცა ეხლა. ვაიმე. ანანო, ამაზე უარესი რა ვთქვა? ვანო ლონდონში სწავლობდა. სანდრო ხო? დიახ, და თუ ამიგვანთ თქვენს გადაცემაში, სულ კარგ ამინდებს გამოვაცხადებ ხოლმე და თქვენი რეიტინგიც აიწევს. ვაიმე, რა კარგი იყო. ვაიმე, სანდრო ხო ხარ მეშლება. ხო სანდრო. სანდრო, ესე იგი რა მინდოდა მეკითხა. აი თქვენ ახლა შეგიძლიათ ჩვენ აი გვაჩვენოთ, აი თქვათ როგორ წაიყვანთ ამინდს. შეგიძლიათ? რა პრობლემაა? თიკა თქვენ არ შეგიძლიათ. ვაიმე, მე არ შემიძლია. არა, ესეთ რაღაცები. კარგით. ამას ხარეთ? კი. აბა. აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია მზიანი ამინდი. ხოლო მეორე საქართველოში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი. რომელ საქართველოში, სანდრო? მეორეში, ანანო, მეორეში. თქვენი ნომრები ვიცით,
აუცილებლად დაგირეკავთ თუ გადავწყვეტეთ თქვენთან თანამშრომლობა. არ გვითხოვს და საიდან იცი? ვიცით, სანდრო, ვიცით. ხო გეუბნები, აუქვეყნებში ყველაფერი ერთ ჩაწყობით. ეგალე. დაიმახსოვრე ირა, თავარი რომ მაჯა სწრაფად ჩაუტეხო პირველმა. გაიგე? ლაწან და ეგალი. გასაგებია. ესე იგი, ლაწან არის მთავარი. კარგი, მე შევალ ახლა, მომემზადები, თორე გახდა 8 საათი. ირა, ის არ დაგავიწყდეს და თვითონ სისხლი გაქვს და სუსტად ახარ, ხო? ესე იგი, ირაკლის მოგება თუ დავსვი, ნორმალური თახა გამოდის, რა გინდა? ყოი ჩახდა. ოჰო. ლაშიკო სიცხი აქვს და სუსტადა. ირაკლისადა. ამათ ხო ერაფერს ვერ დაასწრებ რა. ირაკლი სად იქნება? გენაცვალე წავიდა, გაიქცა, შეეშინდა, ასეც ვიცოდი. ჩვენ მოვიგეთ, აბა წავედით ლაშიკო, წავედით, ადექი. რა იყო, კეთო? აქ არის. შევალ და დაუძახე. ერთი წუთით. მიდი. იუზას რო ელაპარაკე რაო, რა გითხრა? როგორ დაგარიგა, ჰა? არაფერი, ნასვამი იყო და ავადას მღეროდა. გამოსვლა ეფექტურია. ჩვენ სადვართ? აბა. ირაკლი. მომისმინე ახლა ირაკლი, აკრძალული სტიმულატორები და დოპინგი არ იყოს. რა სისულელეა, ქეთევან? ერთი წუთით მაცადეთ. ესეც ერთგვარი დოპინგია. აბა. აჰა. კეთო, მადლობა ლაში რომ მოაცილე ჩვენამდე, ახლა შეგიძლია დაგტო. ვითომ რატო? რა? ხედავინ მე საკ გოგოს შეზგარდა? გაჩერდილი უმაცინებ ნუ. აბა დავიწყოთ, ჰე, აქავა. აბა, ჰე. ირაკლი, დავიწყოთ. გაიხსენე რაც გასწავლე ყველაფერი. დამასწავლე. რამე გაიხსენე ახლა მე. მისმილაშიკო, ესე იგი, მოგაწვა მიაწექი. თქვი თქვას პრინციპია რა. დავიწყოთ. ირა, შენთან ვარ. დათო, რამდენი ხანია უკვე ჩემთან ხარ? შენ რამე ახალი თუ? დავიწყოთ. ერთი წუთით, ჯერ წარგვადგინეთ. გელოდებით. პრინციპში ყველაფერს თავისი წესი აქვს. დიახ. ბატონებო და ხალბატონებო! ჩვენ დღეს ვნახავთ ისტორიულ ორთაბრძოლას. მარცხენა კუთხეში კაცი რკინა, კაცი კუნთები, გრანიტის ხელები, პროფესორი ირაკლი ჩხეიძე! მაცივართან ადამიანი ლობიო, ადამიანი ბუშტი, უბრალოდ მსუქანი ბიჭი, ლაშა ტორუნჯაძე. შაშჭდეთ ხლები? ოჩა. აბა. მოიმზადეთ? მზად ხართ? წავიდა! ლაშიკო, მიდი და მაგარ ვაშლის ღვეზელს გამოგიწყო, ლაშა. მიდი. ირა, დღეს შენი სიტეტრი მოდის ჩვენთან. ლაშა, თამარმა გაიგო რამდენი კილო ხარ სინამდვილეში. მიდი.
დღეს დილით ირა გავტეხე შენი შოტლანდიური ვისკი. ორჯერ გავტეხე. ირაკლი, სულ შენი ბრალია, რას წამოიტყე? შენ აიტეხე, ჩემ გარაგინდა, შენი ბრალია. მიდი. ირაკლი, გთხოვ მომაგებინე რა. თორე ამის ყბიდან ვეღარ ამოვალ. ვაიმე, ლაშა ვერ მოგაგებინებ, მაგისთანა დათო მყავს მე სახში. ესე იგი მე ხალი წელებზე ფეხს ვიდგამ რომ ბურუსით მოწულ ამბავს ნათელი მოვფინო და ესენი აქ რა დღეში არიან. რა ბურუსი? ბურუსიაო, ალბათ ცხელა და ბურუსიაო, ამიტომ თქვა ეს გადატანითი მნიშვნელობით მიდი გამომიტანე ის რა ქვია, პირსახოცი, ცხელა. ეხავე ირა გამაგდი. რა და გამყიდველმა ვერ გაიხსენა ვინ იყო ტესტზე შესული, მაგრამ ერთი რამე აღნიშნა რომ ვინც ამ ფეხმძიმობის ტესტზე იყო შემოსულიო, იმ ადამიანს ხელზე ეკეთა საათი წითელი სამაჯურით და დიდი ციფერბლატითო. და ეგრაში გამოგვადგება. მე ამბით საერთოდ არ აქვს დედუქციის უნარი რა. რაში გამოგვადგება და თიკა ანანო და ეკა რომ მოვლენ, დავაკვირდებით, თუ ასეთი აღწერილობის საათი ეკეთებათ, ნუ მივხვდებით რა. ეს ხომ ლოგიკურია ტორონჯაძე. ვაიმე, თამარ, მეგრე ხარ, მეგრე. მოვედი და კაი, ხო, რა არის აქ ეს რა ხდება? არაფერი თამარ ირაკლი ლაშიკოს უთხრა ხელი მინდა გადაგიწიო და ეხლა ვარკვევთ რომელი უფრო ძლიერია. აიმე რა არა სერიოზული ხალხი ხარ, რა ამხელა ხარ, რა არის ეს? რას აკეთებ? ჩაუტეხე მაჯაში, მიდი, ჩაუტეხე მაჯაში, მიდი, ესე პრემპურის ეს დებიგლოტები. აბა როგორ დავეხმაროთ ლაშიკოს ხო უნდა გავამხნებოთ არა დათუნა. რა ქინით იცი? აი ეს დაიჭრეთ ხელებში ეს ჭველა რა ქვია ეს ფურფუშელები და ის შესრულება როექტა მეიცეკვეთ ეს და დამოკიდებულება რომ გაქვთ ყველაფერზე, იმიტომაც არის ესეთ დღეში დღეს ქართული სპორტი. მიდი გააღე. მიგავაგებ. მე მჯერა შენი ირა. გინდოდა რა. აჰა, ეკა მოვიდა. გამარჯობა დათო. მოდი. გამარჯობა. უი თამარ, ამიტომ ირეკავდი ირაკლის ამოდი. ეხლა რა? გაჩვდი თამარ. დათო მოდი აქ. დათო. აღარ ცხელა ეხლა და ეს პირსახოცი შეიტანე პირსახოცი აღარ ცხელა. მე შევიტან მიხედე იმას. რას მივხედო? შენ რა შეიტანო ეხლა ეს პირსახოცი იქ? მაშინ სხვა შეიტანს სხვაგან მიდი შეიტანე. თან აირჩი იქ შენთვის რამე თუ გინდა. ვა. ეგრე დაგეწყო ირა. მე ვკითხავ ეხლა. რატო გკითხავ? შენ რას გიშგავს ეხლა? რას გიშგავს? შენ არ გიშდება ამ შეკითხვა. რომელი საათია? საათი? 9:15 წუთია. რა ირაკლი? რა? პაველმა იცის? რა იცის პაველმა 9:15 წუთია? ხუმრობს. ეს ჩეხური იუმორი. ირაკლი, რა კეიფი გველოდება პრაღაში, ა? მე რა ხდება? დაჭიქი, მოდი დაჭიქი. ხო, ჩავა გოგო ხარ, აი ასე. დრო იქონდა. შენ უგეჭინე ჩვენ აქ. მე გავაღებ. მობძანდი. ყველანია ხარ რა ხდება? ვაიმე აქ ისეთები ხდება. რა ხდება? რა და რომ მოვედი, ყველა მკითხა რომელი საათია. მერე ჩემი საათი რომ დაინახეს, ყველა მესე სიცილი დაიწყო და აი ახლაც ესე იცინე. რა საათი გაქვს? რა ვიცი, არაფერი ჩვეულებრივი საათია. ჩემნაირი ნახე.
რა დათო რა წავაგეთ ორივემ ორივემ კი არა 4-ვემ როგორ და თავიდან ხო ეკაო და ვიგებდით მე შემოვიდნენ თიკა და ანანო ლაწან და წავაგეთ გუშინ კიდევ ერთხელ უყურე იმ ფილმს მისტერ და მისის სმიტები რა კარგია მათ ბრედ პიტი სანდროს გავს იცი მე უფრო შემოდგომის ლეგენდებში მომწონს არა მათ საერთოდ არ გავს სანდროს გამარჯობა გოგოებო გამარჯობა მისტერ სმიტ დოქტორ ვოტსონ ბოჭი რაკენი დაგირეკეს ტელევიზიიდან სანდრო მცივარი დამირეკეს და მითხრეს რომ მეორე ტურში გახვედიო მაგრამ შენ არ გეწყინოს იმიტომ რომ მე ალბათ უარს ვეტყვი კარგი თიკა რა უნდა მეწყინოს მეც დამირეკეს მართლა რა მაგარი ესე იგი შენს გახვედი ხო მეორე ტურში კარგი რა მეორე ტურში მე პირდაპირ გადაცემაში მიმიწვიეს ესე იგი ექიმები ისხრებიან და რაღაც კითხვებს დამისვენ იქნება წინასწარ გითხარი რა არ გამოგვეპაროს ნერვიულობ სალომე თუ შენ ვერ ნახავ ნუ გეშინია იმიტომ რომ ესეთი კარგი გადაცემა გამოვა ყოველდღე